მოგესალმებით, როგორ ხართ? დღეს მოკლედ ესეთი თემის გახმოვანება გადავწყვიტე, რატომ ვერ ვაწყობ ცხოვრებას. არ აქვს მნიშვნელობა, ხო, პირადში რატომ ვერ მეწყობა თუ ზოგადად სამსახურებრივი კარიერული ნაწილი ვერ მეწყობა. უბრალოდ დავსვათ კითხვა, რატომ ვერ გამოგვდის რაღაცები, რატომ ვერ ვიწყობთ ცხოვრებას, ხო? და სანამ გაშლას დავიწყებ, ტრადიციულად უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს. Აი იმ ადამიანებს, ვინც აი ამ ჩემი ტელეფონის კონსილს იტანთ პირად კონსულტაციებშიც. ბევრს გეცნობათ ეს ამბავი. უკაცრავად დღეს საკმაოდ მძიმე დღე მქონდა, მაგრამ რაღაცნაირად მომიდა რომ დამჯდარიყავი და აი ეს საკითხი განმეხილა თქვენთან ერთად. სად ვიპოვე ძალა მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ აგერ ვზივარ ახლა და ვშლი საჯარო გაშლას. ნახოთ პირველი მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. აბა ვისთვის არის ეს გაშლა? ჯადოსნური ლამპარი ალადინის, ხო? ვისთვის არის ეს გაშლა? ადამიანისთვის, რომელსაც არ აშინებს ახალი საწყისები, რომელსაც არ იზარება შრომა, რომელსაც სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აქვს ძალიან დიდი მოთმინების უნარი, მტკიცე ნებისყოფა, ხასიათი, ვთქვათ, პირობითად რაღაცა კონკრეტული მოცემულობით ვერ დაიწყო სამსახურიან, რაღაცა თავისი ბიზნესის რეალიზება ან ის არ ჩერდება, პირიქით ყოველთვის წინ მიიწევს და ცდილობს, რომ რაღაცა, ვთქვათ, უცხო სწავლამაკლია, ოკეი, დავჭდები ვისწავლი. უკაცრავად რაღაცა მეტი დრაივი ბრჭყალებში და მეტი აქტიურობაა ჩემგან საჭირო, კი ბატონო. მანერებში მაქვს პრობლემა, წავა და ამასაც შეისწავლის რა. კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო, წავა და ამასაც გააკეთებს. ანუ ისეთი საკმაოდ მიზანდასახული და სხვათა შორის წინ დახედული ადამიანიც არის. მაგრამ ცოტა ხა პენტაკლებია და ნელი ენერგიების მატარებელია, მოგეხსენებათ, კარგით. თუ გეცნოთ სადღაც რაღაცა ნაწილში თქვენი თავი, განაგრძეთ ყურება, ხო? და ვნახოთ ახლა მიზეზი, რის გამო შეიძლება არ გეწყობოდეთ პირადი ცხოვრება და რის გამო შეიძლება გქონდეთ პრობლემები სამსახურში. ვნახოთ აბა. რის გამო მეგობრებო? ნახეთ როგორი მომენტია. სამყაროს არკანი გაქვთ ასევე ხმლების რაინდი და სამსჯავროს არკანი. რის გამო არ გეწყობათ პირადი ცხოვრება? ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ არ ხართ რიგითი ადამიანები. ვაიმე უკაცრავად მაპატიეთ. სამყაროს არკანი ზოგადად როგორც წესი, ძალიან ბევრი მინიშნება მოდის ხოლმე, ხო? როცა კითხვას უკვე ნეგატივში ვსვამთ, რომ რატომ ვერ, აქ ცოტა სხვანაირად იშიფრება ნებისმიერი არკანის, ასე ვთქვათ, აღწერილობა. მით უმეტეს კომბინაციაში უნდა განვიხილოთ და ცალ-ცალკე არა, ხო? და ორი მაღალი არკანი მაქვს და დაბალ არკანებშიც უმაღლესია, ხო, ტუზი. ნახეთ როგორი მომენტია. თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ხართ რიგითი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მოვიდა უბრალოდ თავისი ჭიის გასახარებლად და არაფერს არ დატოვებს ამ სამყაროში, არა. თქვენ სამსჯავროს არკანით და სამყაროს არკანით გარკვეული, ჯერთი ყველა ადამიანი ძალიან საჭირო როგორ ვთქვა, არსებაა, ხო? არ ვიცი, კოდი დავარქვათ, არ ვიცი, ინფორმაცია დავარქვათ, არ ვიცი, ღილაკი დავარქვათ, რაც გინდა დავარქვათ. დღეს მქონდა სხვა შორის ერთ-ერთ პირად კონსულტაციაში ზუსტად ამაზე საუბარი, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი წესრიგის პატარა ჭანჭიკი, ხო? ან პატარა, არ ვიცი, ატომი, ნაწილაკი, კოდი, რომელსაც, ანუ განმეორებელი ვართ რა, თითოეული ჩვენგანი, ანუ ერთი არ ვართ, ერთადერთი ვართ, იმიტომ რომ ჩვენი, ვთქვათ,
გაჩერებით ან ჩვენი გამოკლებით რაღაცა წესრიგი ირღვევა, რაღაცა სხვანაირად ლაგდება უკვე, ხომ? შესაბამისად, აი ზუსტად უფრო მეტი პროგრამით მოსულ ადამიანებზე შეიძლება ვისაუბრო ახლა მე ამ ეტაპზე, რომლებსაც აი ნახეთ, იქ უნდა ანტონ შუქი, სადაც სხვამ ვერ იპოვა, ვთქვათ, ჩამთველი ღილაკი, ხო? გიდი უნდა გახდნენ იმ ადამიანების, რომლებიც გზად დაიკარგნენ. მაინდა-მაინც უნდა დაისვარონ ბოლომდე და ჭაობში ჩაყო ხელი იმისთვის, რომ იქ ჩავარნილი ადამიანი ამოიყვანონ. გესმით, ხო? ანუ რთული გზით ატარებს სამყარო რა ხშირად ამ ადამიანებს და ესენი ცოტა სხვა ვიბრაციებსა და სხვა სიხშირეზე არიან, სხვა საფეხურზე არიან და სხვა შორის სხვა რაღაცებს მოითხოვენ საკუთარი თავისგანაც და სხვებისგან და მათ შორის სამყაროსგანაც, ხო? მით უმეტეს საკმაოდ ხისტები არიან გადაწყვეტილებებში, ძალიან სამართლიანები არიან, ძალიან აი პირდაპირები, ადამიანები, რომლებიც არასდროს არ მოირგებენ ყველა საცობს, ხო? ანუ მათთვის არ არსებობს ჭეშმარიტების მიღმა რაღაცეები რა. ანასია, ანისია, ოქროშუალნი ნაკლებად თემაა მათთვის. ნუ ესე პირდაპირ მიდიან რა. აი რომ ვიტყვით ხოლმე იმერული დიპლომატიისგან და მეგრული ასე ვთქვათ ლავირებებისგან ძალიან შესწრომ არიან რა. უფრო ის კახური ტიპაჟია, ხო, ხისტი და ეს პირდაპირი. ხო და სხვათა შორის განკითხვის არკანით ზუსტად აი ეს ხაზი გრძელდება, რომ ძალიან სამართლიან ხალხთან გვაქვს საქმე და ყოველთვის ითხოვენ პასუხებს და ყოველთვის მზად არიან, რომ თვითონაც გასცენ ყველაფერზე პასუხი და არ უშინდებიან არაფერს. ძალიან ძლიერი კატეგორიის ხალხი ხართ. შესაბამისად, ასეთ ხალხთან უკაცრავად ძალიან რთულია საერთო ენის გამონახვა, ხო? შეხედეთ განსაკუთრებით თუ ქალბატონები ხართ, ვინც მიყურებთ, ნუ მამაკაცებისთვის კიდე გასაგებია, მაგრამ ქალებისთვის ძალიან რთულია ეს მომენტი, იმიტომ რომ ქალი საწყისშივე ბუნებრივად არის სუსტი არსება უნდა იყოს, ხო? მე სულ ვამბობ, ახლა ვის მოეწონება, ვის არა, ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის, მაგრამ მე ძალიან წინააღმდეგი ვარ გენდერული თანასწორობის, იმიტომ რომ საწყისშივე სამყარომ გამჩენმა სხვანაირად ჩაგვიფიქრა, ხო? ვიღაცა ძლიერად, ვიღაცა სუსტად. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ სუსტი ვაიმე და რაღაცა არა, შეიძლება ძალიან ბევრი მდგრადობა გვაქვს უფრო მეტი ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ ნუ მაინც მამაკაცის ნაწილისგან ვართ რა. მოდი ასე ვთქვათ, ხო? ანუ მაინც მე მაგალითად ასე მირჩევია ყოველთვის, ნუ მეც სხვა შორის თქვენგან ბევრი თქვენგან ის მსგავსად ისეთი ცოტა განსხვავებული ბუნების დავიბადე და ძალიან რთულია ჩემთანაც ურთიერთობა მამაკაცების მხრიდან და არ მიკვირს ხოლმე რომ ნუ როცა მე აუტანელია ეგეც ძლიერ ქალთან, მაგრამ მეც მერჩია სუსტი ყოფილიყავი, ან უბრალოდ გარემოებებმა შემქმნა, ხო? შეიძლება ძალიან ბედნიერადაც ყოფილიყავი სუსტი, ჩემზე ძალიან მაგარი და ძლიერი რომ ყოლოდა გვერდით იდეაში, მაგრამ ნუ ეხა ყველა ადამიანი ხო ერთნაირი ვერ იქნება. შესაბამისად, აი ეს თქვენი ძალიან ხისტი ბუნება, თქვენი სამართლიანობა, თქვენი არაფერზე თვალების დახუჭვის მომენტი, პირდაპირობა, ყველაფრის ღიად საუბარი, ხო? ძალა, აი ძლიერება, რომელიც სულ ერთია, რაც არ უნდა იყოს, მე ჩემს პოზიციას დავიცავ, თუ ჩემს პრინციპებზე ვარ, მე იმდენი ძალა მაქვს, რომ უკაცრავად ეს ბევრისთვის ძალიან რთულია სატანია, აი ძალიან რთული, ხო? ხა ზუსტად აღარ მახსოვს, იმდენად გადაქანცული ვარ და იმდენად გონება დაბრინდული, რომ თუ არ ვწდები გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვებია, ხო, რომ ძალიან გინდათო ჭკვიანი გადაძლიერი ქალიო, მაგრამ უკაცრავად კარგად დაფიქრდით ხართ, ამისთვის მზადო, ხო? მე ვიღაცა რომ მოგიახლოვდეთ, შეიძლება უცებ ბრახ და უკან გაიწიოს, რომ არა, ამას რანაირად, ხო, ეს რაღაცა აბსოლუტურად განსხვავებული, ეს შიშის მომენტით შესაძლოა გაუჩნდეთ. აბა მოდი ვნახოთ, მე მაინც მინდა ეხლა აქ ჩავეკითხო პირად ცხოვრებაში. ძირითადად როგორი ტიპის, რა სტილის მამაკაცები ჩნდებიან? ნუ პირად ცხოვრებას რა გიკითხულობ, ხო, ეს რა გადმოხდა თავისი. The Hermit, განდეგილი, Queen of Swords, okay. ნახეთ როგორი მომენტია. დედოფლი ხმლების დედოფალს ზოგადად ტაროს სამყაროში სხვადასხვანაირი ახსნა აქვს რა და სხვადასხვანაირად ახსნიან, როგორც სხვა შორის ქართულ სივრცეში, ისე რუსულ და უცხოენოვან სისტემებში, ხო? ნუ ზოგი
ხმლების დედოფალს თვლის რაღაცა ისეთ უიღბლო ქალის ენერგიებად, ხო, დაბოღმილ მწარე, ბოროტ ენერგიების მატარებელ ქალად, მაგრამ რაღაცა გარკვეული სხვა ახსნებში ეს მოიხსენიება როგორც ძალიან სამართლიანი, ლოგიკური, გონებას დაქვემდებარებული და საკმაოდ გამჭრიახი ადამიანი და ხშირ შემთხვევაში გაცილებულიც, ხო? მე სხვა შორის ამ მეორე პოზიციას ვემხრობი. მე ესე მაქვს ყოველ შემთხვევაში პრაქტიკაში უფრო მსგავსი შემხვედრია. როგორი სტილის მამაკაცები მოდიან თუ ქალბატონები თქვენს ცხოვრებაში, ხო, მამაკაცები თუ მიყურებთ, ნუ თქვენს სიტუაციას მოარგეთ, ხო, თქვენს ხეს მოარგეთ, ჩემი ნასაუბრალი. თავისით გადმოცვიდა ეს სწორი არკანი. ნუ არ გამოვრიცხავ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოდიოდნენ ზუსტად აი განდეგილის ტიპის ადამიანები, აი ინტროვერტები, ხო, რომლებიც ყველასთან ვერ პოულობენ საერთოს და სხვა შორის არ მიკვის თქვენთან პოულობენ საერთოს, იმიტომ რომ თქვენ სხვა ენერგიების, სხვა ვიბრაციების, სხვა პროგრამების, სხვა კოდების მატარებელი ხალხი ხართ რა და ზოგადად ეგეთ ხალხთან ზუსტად ეგეთი ხალხი მოდის თერაპიისთვის, რაღაცების მოშუშებისთვის, რაღაცების გადალახვისთვის არ მიკვირს. და ასეთი სტილის ხალხიც თუ მოდის, არც ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ როგორც წესი ხმლები მაინც ნეგატივის ენერგია, ხო, ანუ ფსიქისტის ენერგია და რაღაცა გაციებულები, ხო, სხვაგან სითბო რო ვერ ნახეს, რაღაცნაირად, აი სხვანაირი გახადა ცხოვრება მოკლედ რა და რაღაცა სხვანაირად რომ დაანახა სამყაროს და უკვე არავის რო აღარ სჯერათ, არავის აღარაფერი რო აღარ უნდათ და უცებ რა ხდა თქვენ ესე მასავით რა ქვია, დიდი სიურპრიზებით დაებერტყებით თავზე და მე თვითონაც აღარ იციან რა უნდა თქვენ. ეს თავის გადმოცვიდა. მე ჩემით უნდა ვნახავ, როგორი ხალხი მოდის თქვენს ცხოვრებაში. Queen of Pentacles, დაოჯახებული ხალხი, დიდი ალბათობით, რომლებსაც თავიანთი პრობლემები აქვთ, მილიონი, ბალანსს ეძებენ, რაღაცა ჰარმონიას ეძებენ, ხო? რომლებიც ემოციებსაც ეძებენ სხვათა შორის და რომლებიც ძირად სხვა შორის აი მეოცნებები, ცოტა ისეთი რეალობას მოწყვეტილი ხალხით შესაძლოა იყოს. და მე და ოთხიანით ასებით, აი ხომ გეუბნებით განაწყენებული ხალხი რა, სადღაც რაღაცა რო ვერ იპოვეს, ვერაფერი რო ვერ ნახეს სხვაგან თავშესაფარი და უცებ თქვენი მიეცით ეს თავშესაფარი თქვენ, რა პრობლემაა, ხო? მე ვიზრუნებ, მე გავაკეთებ, მე ვიქნები, ხო ხვდებით, აი სიძლიერის დემონსტრაციას რო ახდენთ. კარგი, ესეთი ხალხი ხდება და მე რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ხოლმე, მე რატო ვერ ეწყობა ხოლმე ეს ურთიერთობები აბა მანახე ხო ხმლების მეფეც ზუსტად ანალოგიური გაშიფრვით შემიძლია გითხრათ როგორც ის ხმლების დედოფალი განვიხილე ხო ну ზუსტად იმიტომ რომ ნახეთ როგორი მომენტია ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა დაოჯახებული ხალხი შეიძლება გაკითხავდეთ მამაკაცებსაც და ქალბატონებსაც რომლებსაც იქით ბევრი ჭრილობები აქვს და თქვენ კარგად და ენერგოდონორებად გამოიგიყენებენ ასე ვთქვათ კარგად დააკვალიანებთ გამოყვებავთ მისცემთ საგზლად რაღაც გარკვეული შეიძლება წლებისასაც თქვენს ენერგეტიკას და მე ამ თავდება თერაპია და მიდიან ის ადამიანები თავიანთ გზაზე, ხო? ესეთ აი როგორ გითხრათ, სხვათა შორის ბევრზე გადათამაშდება ის მომენტიც, რომ ძალიან ხშირად სამედიცინო სფეროდან და სამხედრო სფეროდან, პოლიციის სფეროდან იყვნენ თქვენს ცხოვრებაში ესეთი პროფესიის ხალხი ბევრი ტრიალებდეს. ან აი ხო გეუბნებით ადამიანები რომლებიც ასწნენ რაღაცა სიტუაციას და ეხლა ცდილობენ რომ სწორი ორიენტირი აიღონ და ამაში ჭირდება თქვენი დახმარება. აი ყველა დავთქვი რა ასწნენ რეალობას, ასწნენ სიტუაციას და რაღაცა დაფეთებული, შეშფოთებული ფსიქოლოგიური აშლილობებით ძალიან ბევრი შეიძლება იყოს თქვენ ცხოვრებაში შემოსული, არ არის ხაუცებელი ადამიანი თეფშებს და ქვებს ისროდეს, გენერალიზებული აშლილობა და ასე ვთქვათ იქ თვითი აშლილობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხვა ტიპის აშლილოებები მე მაგას არ მოიცავს აგერ გახლავართ თავად ერთ-ერთი აშლილობის მქონე ადამიანი მაგრამ მე მგონი დიდ ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოსულა არავისთვის ზედმეტი არაფერი მიკადრებია ხო ანუ ისი თქმა მინდა ესეც სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ზედმეტად ემოციურ ზედმეტად ცოტას განსხვავებულ ადამიანებს ემართებათ რიგით ადამიანებს ეს არ მოსდით იმიტომ რომ რიგით ადამიანებს ივანუშკა დურაჩოკის ფსიქოლოგია აქვს და ყველაფერს ძალიან მარტივად იმას შვებიან რა ეგეთი რაღაცები იმათ არ მოსდით ხო და მე რა ხდება მე ეგ მანახეთ რა ეგ გაფიგე ვინც მოდიან ნუ მე ხდება ოცნებები ილუზიები თქვენ ააგებთ კოშკებს რაღაცა გონიათ რომ მართლა რეალურად მოვიდა ის ბედნიერება და მე ბრახუცებ ტრანსფორმაცია მოდის
თავზე გააქცევთ ამ თქვენ ოცნებებს, ასწე ხანჯალივით გესობათ მერე გულში გონებაში რეალობა და ესე და შეიძლება იქით იმის თანადაგმართონ რომ რავი რა გითხრას და მე იეროფანტის არკანით საკუთარ თავს ერთადერთი სულიერი მომენტებით ხა ქაჩავთ ხო რომ რაღაცა უცებ იზრდებით შეიძლება ეს რაღაცა ცებს რო გასწავლით ცოტა განსხვავებულად გამოდიხართ და რაღაცა ესეთი მენტორის ვარიანტი გამოდიხართ ბოლოს ურთიერთობებში ხო აი რა გითხრათ არ ვიცი მეგობრებო და მე თქვენს გეწყებათ ეს ფსიქოლოგიური აშლილობები თქვენს გეწყებათ მიჯაჭვულობები უკვე ვეღარ გაგიგიათ ღმერთსა და ეშმაკ შორის ხართ ჭედილები და ეძებთ მე ისევ ხელახლა აღიარებას, ხო? ანუ ისევ ის მომენტი გიჩნდებათ, რომ ვიღაცამ შემამჩნიოს და ვიღაცა რომ მოვა, მე მოვა აუცილებლად ამ ეტლის არკანით, მე ისევ ემოციებში ვცვივდებით, მე კიდე რა მოდის, აბა გვაჩვენე. ხო, ну იქ რაღაცა ტოლვა, ჰაი, ჰუი, ურთიერთობა, მეგობრობა, ყველაფერი დაგვილაგდა, ყველაფერი კარგად გვაქვს, ხო? რაღაცა ესეთი მომენტები ძალიან აქტიურად მოდის და მე რა ხდება კიდე აბა მაგას. მე რა ხდება კიდე მანახე ხო მე ისე ტრანსფორმაცია გვეწყება ძალიან საოცრად ეწყობა რა არკანები მე მოდის ისე ხან სიკვდილის არკანი ხან დაკიდებული მამაკაცის არკანი და ვართ ესე მოკლედ ერთს გავისტუმრებთ მე მეორეს დავაპურებთ ნუ წყალებში ვიწახე ხო რა თქმა უნდა ჩვენი ენერგიებით მე კიდე ვიღაცას გამოვზრდით ვიღაცას გავზრდით ვიღაცას სხვანაირად შევახედებთ სამყაროზე ვიღაცას ისე კარგად დავაკვალიანებთ რომ შეიძლება ჩვენს თვალწინ დაოჯახდეს არც ეგ არ გაგიკვირდეს და შეიძლება ვიღაცა ისეთიც აღმოჩნდეთ აი სწორად გამიგეთ რა რომ იქით ვიღაცაც მოუძებნოთ ესეთებით შეიძლება იყოთ მენდეთ არ გაგეცინოთ მაგრამ არსებობენ ესეთი ადამიანები აქ ამას მაჩვენებს მე და მე რა ხდება აბა მანახე მე რა ხდება ორი არკანი ერთად ამოხტა Eight of Pentacles, რვიანი პენტაკლები და Three of Cups. ხო, ну რაღაცა მე ისევ ვფიქრობთ რომ ყველაფერი დაგვილაგდა, რაღაცა დადებით ემოციებში გადავდივართ, უკვე სამსახურშიც ვალაგებთ რაღაცებს, იქაც აღარ გვეშლება ხელი, იმიტომ რომ აქ პირადში მშვიდი ემოციები მოდის, მე ბრახ ისევ მოდის შეებოჭილობები, მოდის ჩიხები. ну ბედის ბორბალით ისევ ციკლურს მომენტს ვუბრუნდებით და რა ვიცი, ხან ამ გამარჯვებებში ვართ, ხან მე ვეგოისტდებით, ხან წუხვარს და ისევ ხელახლა პატარ-პატარა რაღაცა ურთიერთობებით ვიკვებებით, ოღონდ თქვენც გჭირდებათ ეს. ბოლო სტაბილურობას პოულობთ. ну გჭირდებათ იმიტომ რომ ნახეთ ბუნებით ხართ ძალიან ემოციური ადამიანები რომელსაც აქეთ სულ სითბო გჭირდებათ ხო გჭირდებათ თქვენი სითბოს გაცემაც მარტო თქვენ კი არა იმიტომ იმდენად ну კვერთხების დედოფალი ეს არის ადამიანი რომელიც ну არ ვიცი როგორ გითხრათ ენერგიების წყაროა პირდაპირ მნიშვნელობით გენერირებას ახდენს ენერგიების და ეს თუ არ გასცან თვითონ ცუდად გახდება და შესაბამისად ამდენ ხელა ტემპერამენტის მქონე ადამიანებმა ყველა მიმართულებით არ შევეცე მარტო ვერ იქნებით მე ისევ ხის გადაწყვეტილებებს იხებთ ხო მე და აი უკვე შეიძლება დაოჯახებამდე რომ მივიდეს რომ სტატუსი იმპერატორის მიიღოთ თუ იმპერატრიცის არა აქვს მნიშვნელობა მე ისევ ნგრევა მოდის მე ისევ ნერვიულობა მოდის და ბატონო მე ვიღაცა ინგლისურათაც მიდის თქვენი ცხოვრებიდან ну არ ვიცი ხა იმდენი ვილაპარაკე გოგოებო და ბიჭებო რომ არს მიმიხვდით პირადი ცხოვრება რატოსაა то есть ნაპატიეთ კარიერული ცხოვრება რატო ვერ გეწყობათ აბა იქ გაჩვენეთ Seven of Cups Eight of Swords opa the strengths კარიერულ ნაწილში როგორი მომენტი გაქვთ იცით სხვათა შორის არ გამიკვირდება რომ ვიღაცები ცოტა რეალობას აცდენილი იყო თქვენს შესაძლებლობებთან დაკავშირებით სწორად გამიგეთ ოღონდ რას ვამბობ და ცოტა როგორი მომენტიც გქონდეთ იცით რომ ან თაღლითობას ვერიდანთ ან თქვენ გაგექცევათ ხოლმე ხელი რაღაც არასწორზე რა აი ეს ორი ვარიანტია საჯაროა გაშლა
მაგრამ მე აქ არკანი ძალა მიდგას და მგონია რომ თქვენი ბერიტან თუ სამართლობას თაღლითობას რაღაცა იქ ისეთ თემებს და შესაბამისად ნებისმიერი ახალი დასაწყისი რითი სრულდება სწორად ვშიფრავ არჩევანით რომ ანიქით წავიდი ანაქეთ წამოვიდე არა, ვერ ვეგუები, სწორად გავშიფრეს, ეგ ვერ ვეგუები უსამართლობას, ვერ ვეგუები თაღლითობას, ვერ ვეგუები ორპირობას, ვერ ვეგუები ტყუილს, ღალატს და მე ძალიან ისეთი ზედა საფეხურებიდან ვუყურებ სამყაროს, ძალიან მეოცნებად და ძალიან ისეთი იდეალისტი ადამიანი ვარ და შესაბამისად მე მყვირი ვარ ამ ყველაფერზე და მე ამპატიობენ, მაგრამ სამყაროს არკანით რა ხდება? სამყაროს არკანით არა, თქვენ სამსახური არ გაგიჭირდებათ, просто სანერვიულო გექნებათ რა. ნახეთ, აი სულ პრობლემებში იქნებით თქვენი ემოციურებიდან გამომდინარე. სტაბილურობას ნახეთ, როგორი მომენტი გაქვთ. რეალურად თქვენ შემდგარი ადამიანი კი არა, ძალიან ისეთი ადამიანი ხართ, რა ფინანსურათაც უზრუნველყოფილი. შეიძლება პოზიციითაც ვიღაცას ძალიან მაგარი სამსახურებიც გქონდათ და ახლაც გაქვთ, მაგრამ სულ აი გადასვლა გადმოსვლაში ხო გეუბნებით, მე ანგრევთ იმას, მე ახალ სამსახურს იწყებთ. მე იქაც რა ხდება, იქ რაღაცა დაგისტაბილურდებათ ყველაფერი უკვე კარგ შემოსავალზე, კარგ ნიშნულზე ახვალ და აქაც ისევ სამართლიანობის არკანით, რაღაცას ვერ აიღებთ, ვერ აპატიებთ და მოგინდებათ მე იქ რაღაცა იმპერატიული ტონით რაღაცების თქმა და ამტკიცება, მზის არკანი ძალა თქვენსკენ არის, მაგრამ ბოლოს აი ესეთ მდგომარეობაში ჩავარდებით ხოლმე თქვენი სამართლიანობით. აი, რა გითხრათ, აი ეს პრობლემები გაქვთ სამსახურებრივ ნაწილში. მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვისთვის არის ეს გაშლა? ჯერ ეგ ვნახოთ. ვისთვის არის და სამყაროს არკანით, რა გითხრათ, მეგობრებო, პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ ხართ სამყაროს რჩეული ხალხი, თქვენ ხართ შესაძლებლობა, თქვენ ხართ იღბლის, გამარჯვების, არ ვიცი, ნებისმიერი დადებითი ენერგიის და ენერგეტიკის მატარებელი, ხო? აი, არ არსებობს რამე, რაც თქვენ არ ხელგეწიფებათ. სამყარო თქვენ მხარეს არის, მოკლედ, სამყაროს რჩეული ხართ, სამყაროსთან ბევრი რაღაცები გაქვთ გასაკეთებელი, ხო? აი, დიდი ფუნქცია მოვალეობებით ხართ, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი დედამიწაზე ამ გალაქტიკასა და ამ პლანეტარულ სისტემაში. ვნახოთ, რატომ ვერ გეწყობათ პირადი ცხოვრება და ვნახოთ, რატომ ვერ გეწყობათ ფინანსური, კარიერული სიტუაცია, ხო? აბა ვნახოთ აქ რა ხდება. Page of Pentacles, Six of Swords and the Sun. ნახეთ როგორი მომენტია. პენტაკლების პაჟი, ხო? რაღაცა რომ დაიწყება იდეაში, რაღაცა რომ იქ ირთვება თქვენი ეგოიზმი, თქვენი თუ სხვისი ეგოიზმი ირთვება და მე ხდება წასვლა ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე, გაშვება რაღაცის, ხო? ექვსიანი ხმებით ერთი წამი შემოკარგებო. არა, სწორად ვამბობ. ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ. ერთი წუთით. უკაცრავად ბოდიშვილდი კართან. კარზე იყვნენ. ხო, ნახეთ როგორი მომენტი ირთვება აქ. სწორად წავედი, თქვენში ირთვება. არ ვიცი, რაღაცა უკმარისობის გრძნობა გეწყებათ, არ ვიცი, რაღაცა ეგოცენტრული მომენტი ჩნდება, არ ვიცი, აი მაგის არკანითაც ცოტა სიამაყესა და ამპარტავნებაში გადაგდით რაღაცა, მაგრამ აი დასაწყისში, ემბრიონშივე პრაქტიკულად განწირულია თქვენთან ურთიერთობა. თქვენ ძალიან იდეალების მოყვარული ადამიანი ხართ. ყველაფრის გაიდეალება გიყვართ, ყველაფრის არ ვიცი, მზე შემოდგომისაში რომ არის, ხო, შენ ადამიანს გარდირობის თავზე რომ წამოაჯენო, აღარ გინდა მე უფლებას არ აძლევ რომ ქვემოთ ჩამოვიდეს და ახლა ასე იქ ვერ იჯდება ადამიანიო, ხო? კერპი ვერ იქნებაო. თქვენ რაღაცა ეს მომენტი გაქვთ რა. და მე რვიანი კვერთხებით რაღაცა სწრაფად ამთავრებთ რა, აი ძალიან ხო გეუბნებით, აი ჩანასახში ვეკლავთ რაღაცა სიტუაციას, რატო? აბა კიდევ ერთი მაინტერესებს, რატო? ძირითადად ეს რა გადმომიხდა.
ხო, აი გადაწყვეტილებას ესე ძალიან სპონტანურად უცებად თუნდაც მიიღებთ. აი პირობითად გაიღვიძებთ და აღარ მინდა ამ ადამიანთან ურთიერთობა რაღაცა ეგეთი გჭირთ. ბედის ბორბლის არკანით რა ხდება? ოხო, განკითხვის არკანი. ხო გეუბნებით, აი თქვენი მეოცნებე ხასიათი, თქვენი რაღაცა იდეალური სამართლიანი, პრინციპული ისეთი ხისტი მომენტები ამ სიტუაციას მე ძალიან მარტივად აფუჭებს და ასრულებთ მარტივად, ძალიან მარტივად იცილებთ რეალურად რა ის სიღრმეს და სერიოზულობას არ აძლევთ, ანუ იმპერატრიცობამდე კი არა, საერთოდ არ გინდათ რომ ურთიერთობა გააგრძელოთ. გეუბნებით, აი მეოცნებე, ილუზორული მომენტები ირთვება. ხო და მე რაღაცა ახალ შანსს ეძებთ, ახალ ურთიერთობას ეძებთ, ხიბლავთ ეს ახალი სიტუაციები რა. აქ ცალსახად თქვენი ფაქტორია. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, რატომ ვერ და აქ არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცაზე იყოს ნეგატივი გაკეთებული, ქურუმი ქალის არკანით არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ აქ ძალიან ცუდი არკანები ამომდის, 2-5-იანი მიჭირავს და 2 ვენგრევის და ნერვიულობის და უბედურების, აქ არ გამოვრიცხავ, რომ თქვენზე ძალიან სერიოზული ნეგატივი იყოს გაკეთებული და სწორედ ამიტომ ვერ იწყობდეთ ცხოვრებას. მანახეთ კიდევ ვისგან შეიძლება ეს იყოს, ну აი ავადმყოფობამდე მიყვანილი სიტუაცია გაქვთ, თქვენ პირად ცხოვრებასაც ვერ ნაკლებად, რომ ჰარმონია და ბალანსი ნახოთ სამსახურში, ეს გამორიცხული თემა, სულ არჩევანის წინაშე ხართ, სულ გაყოფის ენერგიებში ხართ, ნახეთ, აი სულ რაღაცა როგორი მომენტებია, იცი აი გეუბნებით რა, ავადმყოფობამდე მიყვანილი სიტუაციები, არ ვიცი ვის, როგორ და რაში და რატომ ჭირდება თქვენი ამ მდგომარეობამდე მიყვანა, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ისულები ხართ.